რამდენი არიან, ან რა საჭიროა ამდენი საკყოფნა ვერ ხვდები. არ ვიცი ალბათ იმიტომ შეერივნენ ხალხს, რომ ან დაიჭირონ, ან დააჯარიმონ იმ მიზეზით, რომ ვითომ საკმარისი ხალხი არაო რა. აი ხდება რაღაცა. რომ ალბათ უნდათ ისევ გამოწიონ აქ და აი ახლა კარგი იქნებოდა რომელიმე მარში შემოგვერთებოდეს რა, სწრაფად რომ ეგრევე დაუმტკიცოთ რომ ბევრი ვართ რა. აი აქ ამ ხარესაც გადმოვიდნენ. მამების მარშია და შუაში პოლიციის ფორმით არ ვიცი რა უნდათ ხალხისგან შეერივნენ მე და არ დააჯარიმონ რა საკმარისი რაოდენობის ან კიდე სხვა რამის მიზეზით თუ როგორც არის რა ვიცი ანუ ყველაფერზე მიდიან იმიტომ რომ ფული შემოაკლდათ ალბათ არ ვიცი კონკრეტულად რა იქნება აქ და ახლა საქართველოს გაუმარჯვესი ხო იმათ გარეშე ვინც ამათი მონა აი კოცების მონების გარეშე სიამოვნებით გაუმარჯვეს ყველას და რამე მარში იყოს და მოგვემატოს ბლომად ხალხი და დაიწიონ სადმე წავიდნენ შორს ჩვენგან ცუდი ის არის რომ ახლა გადასასვლელით გადავიდე რა ხო და რადგან მობილურს ვიდეოებს ვიღებ არის დიდი ვარაუდი რომ კონკრეტულად გამფრთხონდა იმ ადგილზე რომ ვიდექი შუა გზაზე მაგაზე დამაჯარიმ ამდენ ხალხს ვერაფერს ვერ უზავ მაგრამ კონკრეტულად ერთეულები შეიძლება ხო და ქვეშიდან გადავიდე ხალხს ანუ გამოდის რომ ხალხის მხარეს არ ვარ და არა საკმარისი და ამ ყველაფერს ვაღიარებ დაველოდები აქ როდესაც წავა პოლიცია და მე იქ უნდა გადიოდეს რაღაც საინტერესო თემა რა არ წევის ქვემოთ რა რაღაც საუბრები არ ვიცი დაწყებულია თუ არა მაგრამ დრო არის უკვე რომ დაწყებული იყოს ხო და ნახოთ რა თავარია გადაიკეტა და ახლა ხალხი უნდა მოგვემატოს რა მაქსიმალურად რომ ესენი წავიდნენ აი იქაც ბევრი დგას რა ვიცი რამდენად ჩანს აი რა მოდელინე სახე ჩანს იმათ ფორმა აწვევიან რომ აქეთ გადმოიყვანონ რა ხალხი მე მგონი ჯერ არა დაჯარიმება და არ ამგონია რომ გაიხსნას ქუჩა რა რავი არ ამგონია გადაიკეტა უკვე კარგია ხო და უნდა მოგვემატოს რა ხალხი ყველა ვარიანტში ხო მე მგონი გამოვტოვე რაღაც პატარა მარში გვიერთდება ან დიდი არ ვიცი ხო და ეს მარში რომ შემოგვიერთდება მე უკვე თვითონ წავლენ უკან ну რა არის რა ხდება არ ვიცი შეიძლება უბრალოდ ხალხი მოემატა შეიძლება რაღაცა უსამართლობა ხდება არ ვიცი იმედია რა ვინ არ დაიჭირეს არ ვიცი რა ძალიან ბევრი არის ეს კიდე ერთი გამარჯვების მომენტი გადმოდითო უკვე ანუ უკვე როგორც ჩანს პოლიცია არ აჯარიმებს როგორც ჩანს წავიდა ან გაეცალა ან სადმე არ ვიცი რა ხდება მოკლედ ოფიციალურად გადაიკეტა უკვე რა როგორც ჩანს ხო დეტალები ზუსტად არ ვიცი აქ ვარ მაგრამ ვინ სად არის და რა ხდება არ ვიცი ჯერჯერობით აი ეს არის ჩვენი ჰიმნი როდესაც ვიმარჯვებთ ნებისმიერ მცირედ რამე ეგზე ყველა ვარიანტში ვარ საკმარისი გადასაკეტა და გადაიკეტა და ყოველთვის გადაიკეტება სანამ ჩვენსაც არ გავიტანთ ოღონდაც არ დაიჭირონ რავი
ხალხიანი ის იყოს რა მოსლა ან რავი შეერიე ხალხიან რამე ისექენი რა აქ არის სახისამომცნობი თემები და არა მე მგონი გადარჩა არავინ არ მივიდა მასთან კიდევ კაი მე ერთო ნეტა დაიცავი არ ვიცი ვინაა მაგრამ არ მინდა რომ დაჯარიმდეს რა რაც თავარი სქენი რო ამას კლავს ლაზერის მოყარ ჭკვიანები ვართ წიგნებს ვკითხულობთ თამაშობთ ჭადრაკს აი მე წიგნი მაქვს ბევრი საინტერესო ხალხია აქ. აუ კადრებს ვერ ვიღებ კარგად ამ მომენტისთვის. ახლა გადავიღებ ლექციას. აუცილებლად გადახვალთ და მე მჯერა რომ ყველა იმ ადამიანს რომელიც რუსთაველზე დგას ჩვენ ყველას გვჯერა რომ აუცილებლად გზის მეორე ნაპირზე ჩვენ ყველანი ერთად გადავალთ როგორც ბევრი რამ ამ დღეებში ერთად გაგვიკეთებია. მე არ მინდა რომ ყველა სათქმელი რაც ამ წიგნშია ამოვწურო, თუმცა ვიტყვი მთავარ ამბებს რომ ის ფილიპინებში ფილიპინელია, თუმცა ამერიკის მოქალაქე და დუტერტეს რეჟიმს ებრძოდა წლების განმავლობაში და ჩემთვის რაც არის განსაკუთრებული ის ფილიპინელი დედა ყავს, თუმცა ამერიკელმა მეორე ქმარმა მისმა იშვილა მისი დედის და ასე აქვს ამერიკის მოქალაქეობა მიღებული. იქ მიიღო განათლება და თავისუფლად შეეძლო რომ ამერიკაში ეცხოვრა, მაგრამ მან თქვა რომ მისი ადგილი იყო ფილიპინებში. იმიტომ რომ იქ ხედავდა თავის საქმიანობას, თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, იმიტომ რომ ზოგჯერ ფიქრობ რომ ესია რომ როცა შენ მიდიხარ და ამერიკიდან თუ სხვა რაღაც თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნებიდან საუბრობ შენი ქვეყნის პრობლემებზე, ადამიანები ამას სერიოზულად არ იღებენ, შეიძლება ეს სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ ბევრი პრეტენზია აქვს შენს მიმართ. ანუ იმისთვის რომ შენი ეს ბრძოლა იყოს გულწრფელი, მნიშვნელოვანია რომ შენც იქ იხარშებოდე, სადაც ეს ყველაფერი ხდება და შენი სამშობლოს გვერდით იდგე, როდესაც შენ სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირს და აი მართლა ძალიან გმირული გადაწყვეტილებაა, როდესაც მარია რესა არაერთხელ დააპატიმრეს, მათ შორის ფილიპინებიდან გასვლის უფლება შეუზღუდეს, მაგრამ მან მიუხედავად იმის კიდევ ერთხელ იმის რომ თავისუფლად შეძლო ამერიკაში ეცხოვრა, აირჩია ფილიპინებში ცხოვრება და იქ ბრძოლა, იქიდან ბრძოლა და იქიდან არ დანებება, იმიტომ რომ ის ამბობს რომ მე სულ ვეუბნები ჩემ თავს რომ თუ მე ამერიკის მოქალაქე და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შევშინდები და გავიქცევი ჩემი ქვეყნიდან, მაშინ სხვა მოქალაქეებმა რა ქნან ჩილება. ამიტომ ესეც უნდა იყოს ჩვენთვის ბევრის მთქმელი, რომ ჩვენ საჭირო ვართ დღეს აქ ამ ქვეყანაში, აქ ბრძოლისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხატია. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ცოტა ჩემთვის ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩემი სიტყვა ახლა, ყველა ჩემი ემოცია ნებისმიერი, რომელსაც მე აქ ვიტყვი ან გადმოვცემ, ეძღვნება რეჟიმის პატიმრებს და ეძღვნება აღლოს რომელიც აი ამ წიგნით ხელში ნამდვილად გახდა რეჟიმის წინააღმდეგობის სიმბოლო. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლების, ყველაზე, რა ვიცი, უზენაესი მონაპოვარი, რაც გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს, ამ რისკის ფასად სამშობლოს სიყვარულისთვის ნამდვილად გააკეთეს ყველაფერი და უპირისპირდნენ რეჟიმს, ყველაზე სასტიკ რეჟიმს და ასევე მე ვარ ძალიან ამაყი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ პროტესტის წინაშე, თქვენს წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ბევრს ვიცნობ, ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ ამ პროტესტის ალბათ ყველაზე ამაღლებული განწყობით, ცევდიანი, მაგრამ არაყალბი ოპტიმიზმით, მაგრამ ოპტიმისტური განწყობით მინდა გესაუბროთ აი ამ წიგნზე, რომელიც ნამდვილად გადაიქცა წინააღმდეგობის სიმბოლოდ. და კი, ყველაფერი ეძღვნება რეჟიმის პატიმრებს, ვინც დღეს არიან
ციხეში და ვინც ყველაფერი გასწირა იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ის მომავალი და დადგეს ის შედეგი, რომლისთვისაც ვიგვწვით. ამ წიგნის ისტორია დაიწყო ძალიან უცნაურად და მართლა რაღაცნაირად სიმბოლურად, იმიტომ რომ მე ერთხელ, როდესაც მოგზაურობდი CNN-ზე, ვნახე კადრები, მარია რესას კადრები, რომელიც მორიგჯერზე დააპატიმრეს, 34 სისხლის სამართლის საქმე იყო მის წინააღმდეგ აღძრული, ის არის ჟურნალისტი, როგორც გვანცამ თქვა, ფილიპინებზე დაბადებული ჟურნალისტი, ფილიპინები, რომელიც გამორჩეული იყო კლეპტოკრატიით, კრონიზმით, კორუფციით, მარკოსის რეჟიმის შემდეგ უკვე დუტერტეს რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენლად ძალიან მსგავს პროპაგანდისტულ ომს აწარმოებდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და კადრები ჩანდა, როგორ ჩადის მარია რესა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კალიფორნიიდან, როგორ ჩადის ფილიპინებზე, მიუხედავად იმისა, თან დიქტორი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რესა გააფრთხილეს, რომ ჩამოვიდეს ფილიპინებზე აუცილებლად დააპატიმრებენ, იგი მაინც ჩადის და ეს კადრები დამრჩა სულ, ჩამებეჭდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ პატარა აეროპორტში შვედეთში ხდება ეს წიგნი, მოვიწყდა ახლა ინგლისური ვერსიის წამოღება და ვიყიდე ეს წიგნი და წავიკითხე სადღაც 2 საათში და იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ამ წიგნში წერია არის ნამდვილად ძალიან იდენტური, იმიტომ რომ თავისთავად რეჟიმები, თავისთავად დიქტატორები, თავისთავად ადამიანები, ვისაც საკუთარი სამშობლოს და ხალხის არ ესმით, ეს ადამიანები ერთი და იგივე ხერხს იყენებენ. როდესაც წავიკითხე და ჩამოვედი საქართველოში, ჩემს მეგობრებს ძალიან ბევრ ადამიანს თხოვე, რომ ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიცეს, აუცილებლად უნდა ითარგმნოს და ერთ-ერთ გადაცემაში ლიტერატურულ სამკუთხედში წარმოადგინეთ ეს წიგნი ინგლისურად და როგორც კი ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი და როგორც კი გამოვედი, დამირეკა კახმეგმა მაშინ გამომცემლობამ დამირეკა და მითხრა რომ ხატია ჩვენ გვინდა რომ ეს წიგნი გამოვცეთ ქართულად, აუცილებლად ვიყიდით საავტორო უფლებებს, სხვა შორის ინგლისური ვერსია გამოცემულია პინგვინის გამომცემლობამ პინგვინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გიგანტი გამომცემლობაა და შენ თუ თარგმნი. ეხლა ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური შემოთავაზება, მე არ ვარ თარჯიმანი, ესე პროფესია ჩემი არ არის, არც ფილოლოგი ვარ. მოთხარი არ ვიცი, დავფიქრდებით, მაგრამ თქვენ თუ ამ წიგნს გამოსცემთ, ეს იქნება ნამდვილად წარმოუდგენლად დიდი, როგორ თქვა, შედეგი იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებენ პასუხებს. პრინციპში ყველამ ვიცით რაღაც პასუხი, მაგრამ ესე თავმოყრილი ერთად არსად არ არის. ინგლისურ ვერსიას ქვია How to stand up to a dictator, ესე ქვია. ბევრი ვიფიქრეთ სათაურზე და მოკლედ დავიწყეთ თარგმნა. ბევრი ადამიანის დაჟინებული თხოვნით და მე მინდა თქვა, რომ ეს იყო ასევე ძალიან სიმბოლური, როდის ითარგმნა ეს წიგნი. ეს წიგნი ითარგმნა მაშინ, როდესაც აქ იყო პროტესტი საქართველოს პარლამენტში. მაშინ, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის წევრი, იყო რუსული კანონის მიღების დღეები იყო და ეს იყო წარმოუდგენლად დიდი წნეხი და წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა ჩვენთვის. მართლაც ემოციურად და ეს წიგნი ჩემი კომპიუტერით პარლამენტში გარეთ შიგნით ყველგან ვცდილობდი რომ რაც შეიძლება მალე გამოცემულიყო და ამ დროს მოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომ მარია რესა ჩამოდის საქართველოში, იგი ზეგის ფესტივალზე იყო და ჩვენ მოგცა საშუალება მე ზუსტად აი გვანცას დაჟინებული ესე ვთქვა თხოვნით და მეცადინეობით რომ ჩვენ გავაკეთეთ ცალკე პრეზენტაცია. ცალკე მინდა გითხრათ ორი სიტყვა სანამ წიგნზე გადავალ უშუალოდ და იმ მსგავსებაზე რომელიც არის. მარია არის და ამის შემდეგ ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და პირველი კომუნიკაცია, ახლა სულ გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ პირველი კომუნიკაცია, რომელიც მე მასთან მქონდა პროტესტის დაწყების შემდეგ, ეს იყო გუკას კადრების და მაკა ჩიხლაძის კადრების შემდეგ. გახსოვთ ალბათ ყველას, როდესაც გუკას თავს დაესხნენ, სხვა შორის მეც იქ ვიყავი, კომენტარი მივეცი, ჩართვა მქონდა გუკასთან 10 წუთის წინ. გუკა აშუქებდა ზუსტად პოლიციელების თავხედობას და იმას, რომ ეს ნიღბიანი ადამიანების იდენტიფიცირება ჩვენ არ შეგვეძლო და მეკითხებოდა მე როგორც ჩემი წინა პროფესიიდან მე კრიმინალურ იუსტიციას ვემსახურე ძალიან დიდი ხანი ბევრ ქვეყანაში, სხვათა შორის და ამაზე ვსაუბრობდით და ამის შემდეგ დაახლოებით, რა ვიცი, 10 წუთში თავს დაესხნენ და ასე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და შემდეგ უკვე მაკას კადრები და გუკას კადრები, როდესაც გაუგზავნებთ, ხოვე რომ ეგებ
არ ვიცი რაღაც თქვა და მაშინ ჩაწერა ვიდეო, არ ვიცი გავიდა ეს მიმართვა და ამის შემდეგ უკვე როდესაც ზია ამაღლობელზე მივწერეთ და ვთხოვეთ და რაღაც პლატფორმა ძალიან ხშირად მზიაზე პოსტავდით ყველა მუდმივად ჩართულია მარია და მუდმივად საუბრობს იმაზე თუ ვინ არის მზია ამაღლობელი, აზიარებს სიუჟეტებს და მთელ მსოფლიოს ეუბნება იმაზე რომ საქართველოში არსებობს პროტესტი სადაც საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი იბრძვის პრორუსი რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა რატო გადავწყვიტე რომ ეს წიგნი არის სიმბოლო და რატო არის ძალიან ბევრი მსგავსება. პირველ რიგში ალბათ იმის რომ აი მაგალითად დასაწყისი მინდა წავიკითხო, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე უფრო კარგად ეს სიტყვები გადმოსცემს. ეს არის შენ არიცი ვინ ხარ, სანამ არ მოგიწევს ბრძოლა ამის გასათვითცნობიერებლად. როგორ აირჩევ, რისთვის უნდა იბრძოლო. ხანდახან ეს არ არის შენი არჩევანი, შენ ცხოვრობ შენი არჩევანით, რადგან საბოლოოდ ამ არჩევანთა ერთობლიობა შეადგენს შენს ცხოვრებას. ანუ მარია რესას შეგნებული ცხოვრების არჩევანი იყო ან დაბრუნებული იყო ფილიპინებზე, იმიტომ რომ დაიბადა ნამდვილად იქ, გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გახდა ძალიან ცნობილი დრამატურგი, სხვათა შორის ძალიან ცნობილი დრამატურგია, ძალიან კარგი პიესა აქვს ერთი დადგმული, რომელიც ფილიპინებს მიუძღვნა და მთელი მისი შინაგანი ბუნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ისწრაფის საკუთარი სახლისკენ. ერთ-ერთ თავში წერს ზუსტად, რომ მე დიდი ხანი ვერ გავიგე, სად არის სახლი, რა არის სახლი და სახლი არის ის, მე წერს, სადაც სულ მიგიღებენ, როგორიც არ უნდა იყო. და აი ამას რო კითხულობ, გახსენდება ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და ეხლაც როგორი ჩართული არიან ჩვენ ამ ყოველდღიურობაში და ამ ბრძოლაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს ალბათ ესე იგი თქვათ მსგავსება, ეს არის ჟურნალისტი და ძალიან კარგად აღწერს იმას თუ რა თავდადება, რა რისკი, რა სულისკვეთება, რა მოტივაცია, რამხელა ძალა, რამხელა წარმოუდგენლად დიდი შინაგანი ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანი დაუპირისპირდეს იმ რეჟიმს ყოველდღიურად. ეს არ არის რაღაც კვირაში ერთხელ ბრძოლა, ეს არის მუდმივი სტრესი, როდესაც მარია საკუთარ გუნდთან ერთად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძვის დუტერტეს რეჟიმს. ეხლა ვინ იყო დუტერტე და რატომ არის ძალიან ბევრი მსგავსება იმ რეჟიმსა და ყველა რეჟიმს ახასიათებს ერთი ძალიან სერიოზული თვისება, ხო, გამოიგონოს მტრის ხატი და ამ მტრის ხატს ებრძოლოს ისევე როგორც აკეთებს ამას ივანიშვილის კლეპტოკრატიული პრორუსული რეჟიმი, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, მთავარი მტრის ხატი მისთვის იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ესწრაფოდა, ყველა ის ადამიანი ჩვენი პარტნიორი გახსოვთ ალბათ გლობალური ომის პარტია და ეხლა უკვე Deep State, რომელიც შეცვალეს ეს გზავნილი, ხოლო დუტერტე, დიქტატორი დუტერტე, რომელიც მოვიდა მარკოსის შემდეგ და სხვათა შორის მარკოსი უფროსი, რომელიც დაამარცხა ხალხის აჯანყებამ ასევე დუტერტე, რომელმაც გამოიგონა ასევე მტრის ხატი. როგორი იყო ეს მტრის ხატი? მისი ბრძოლა, ეს მისი დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლით. ანუ ესე დაარქვა პირდაპირ და შემდეგ ხდება რა, რომ ამ ბრძოლის განმავლობაში, ანუ ბრძოლას ბწყალებში ხმარობ, რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია, ინტოქსიკაცია ამ პროპაგანდით ისე გაიზარდო, რომ პრაქტიკულად ადამიანებს ხოცავენ ქუჩაში. მარია ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემოვიდა ზუსტად დეზინფორმაციის Facebook-ზე, თქვა სოციალურ პლატფორმებში ამ საშინელი ტოქსიკური შხამის გავრცელებით, როდესაც ფაქტები უკვე საერთოდ აღარაფერს აღარ ნიშნავს და ფაქტები გადაფარა ამ სიყალბემ და დეზინფორმაციამ, სწორედ აი ამ სიყალბეს იყენებდა დუტერტეს რეჟიმი, როდესაც ხალხს ხოცავდა ქუჩაში. ანუ მტრის ხატი ვილან, რომელსაც იყენებს ეს რეჟიმი და რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ ხო მათთვის ვართ ყველანი აგენტები, ხო რას გვიწოდებდნენ, ანუ აგენტები, შენ ხარ აგენტი, ეხა პარლამენტში რო ვისხედი,
მოდით რუსული კანონი როდესაც შემოიტანეს, ამის შემდეგ ჩვენ ყველას დაგვერქვა აგენტი, უცხო ქვეყნის აგენტი. ეს ჩემთვის უცხო არ არის, სხვათა შორის მოლდოვაშიც იყო პლახატნიუკი, მე მუშაობდი მოლდოვაში პლახატნიუკის რეჟიმის დროს, ასევე უკრაინაში, როდესაც იანუკოვიჩი იყო, მაგრამ მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ დუტერტე, რომელიც თავის საკუთარ ხალხს უპირისპირდება, ზუსტად უპირისპირდება იმ წარმოუდგენელი დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში და რომლის ობიექტები ხდება ყველა ადამიანი, ვინც ებრძვის რეჟიმს, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც რომ უბრალო ხალხი, იმიტომ რომ არასოდეს რეჟიმი არ უსმენს საკუთარ ხალხს. მარიას ოქროს წესი, რომელიც სხვადასხვა თავებია და თავები მის ცხოვრების, ასე ვთქვათ, ცხოვრების აღმავლობას ესე ძალიან კარგად განსაზღვრავს. იგი მან დაამთავრა პრინსტონი, ძალიან კარგი დრამატურგი იყო, გადაწყვიტა მერე ჟურნალისტობა. CNN-ის პირველი სამხრეთ აღმოსავლეთის ბიურო დააარსა მარია რესამ. 17 წლიანი, ვთქვათ, CNN-ზე კარიერის შემდეგ უკვე მან გადაწყვიტა რომ გადავიდეს იმ ჟურნალისტიურ საქმიანობაში, რომელიც მას მიაჩნია ყველაზე ობიექტურად და რას ამბობს. დეზინფორმაციამ და სხვა შორის სოციალურ ქსელებს მარია უწოდებს ესე ძალიან კარგად აღწერს, რომ ამ ეკოსისტემაში, ანუ ჩვენ საინფორმაციო ეკოსისტემაში სოციალური ქსელები, როგორც Facebook-ი და Twitter-ი, მაშინ ახლა უკვე X პლატფორმა შემოვიდა და ატომური ბომბი შემოაგდო ყალბი დეზინფორმაციის გავრცელებით. აი ზუსტად ეს ატომური ბომბი, რომელიც აფეთქდა და აღწერს ძალიან კარგად 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო ყალბი ინფორმაციის გავრცელება ყირიმის ანექსიის შემდეგ და ყირიმის ანექსიამდე, როდესაც Facebook-ში ვრცელდებოდა მთელი ტროლბოტების ქარხანა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ყირიმი იყო რუსეთი, მაგალითად ის, რომ შემდეგ უკვე ყირიმის ანექსიის შემდეგ და აქ ამბობს სხვათა შორის დასავლეთის შეცდომებზეც საუბრობს, რომ დასავლეთში ძალიან ბევრს გონია ის, რომ ის დემოკრატია და ის თავისუფლება არის for granted, ანუ მათთვის საჩუქარია, მაგრამ ამ დროს ეს ესე არ არის, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ქვეყნები, ერები, ხალხები, რომელიც ამ თავისუფლებისთვის ძალიან ბევრს იბრძვიან და საკუთარ სიცოცხლეს და თავისუფლებას დებენ. ამ დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო უკვე უკრაინაში დონეცკი, ლუგანსკის ნაწილის ოკუპაცია, გახსოვთ ალბათ, ეს დეზინფორმაციული ტოქსიკური ტროლბოტების შემოსევა და შემდეგ უკვე მიდის და აღწერს აი ამ Brexit-ს და აღწერს იმ ყველა ძალიან მძიმე საინფორმაციო, ვთქვათ, სისტემის, ყალბი სისტემის, აი, ვთქვათ, ტროლების, ბოტების და დეზინფორმაციების გავრცელების სქემას, რომელსაც, როგორც გვანცამთქვა, ძალიან კარგად იკვლევს. მაგრამ მთავარი მახასიათებელი რა არის? აქ ამბობს დასაწყისში ასევე, რომ მე 2018 წლიდან დავდივარ ჯავშან ჟილეტით. მართლა ჯავშან ჟილეტით დავდიოდა 2018 წლიდან, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ არსებობენ დედამიწაზე ჟურნალისტები ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც იმის საშუალება და იმის უფლებაც არ აქვს, რომ ჯავშან ჟილეტით იარონ. ის ადამიანები ეხლა ციხეში ხედან. აი მაგალითად მზია ამაღლობელი. და მზია ამაღლობელი, აი როგორც მარია, სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია, რომ მარია არის ქალი, რომელიც არის, აი რო შეხედავს, ძალიან გამხდარი, დაბალი, ძალიან ისეთი თხელი და მაგრამ მისგან მოდის წარმოუდგენელად შინაგანი ენერგია, ჩვენ გქონდა ბედნიერება გაგვეცნო ის და ძალიან ახლოს, შინაგანი ენერგია და ამ დროს არის ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი და ამას იგი აღწერს თავის მეგობრებთან, თავის გუნდთან როგორი ურთიერთობა აქვს. მარია ამბობს, რომ მე ჯავშან ჟილეტით დავდიოდი, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერი არ არის, დაჟინებითი მოთხოვნა მისი გუნდიდან და მისი უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ მას მართლა უპირებდნენ მოკვლას და არაერთი თავდასხმის ობიექტი ყოფილა. მაგრამ ყველაზე უფრო მძიმედ, რასაც განიცდის და პრინციპში ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს, გამოცდილი ამ ჟურნალისტებს, ახლა მეც როგორც ქალ პოლიტიკოს, ბევრ ადამიანს, რომ სოციალურ ქსელში შენ ხდები ისეთი თავდასხმის ობიექტი, რომელიც არ ისჯება. ანუ არ ისჯება, იმიტომ რომ შენ შეიძლება საშინელი შეურაცხყოფა მოგაყენონ, საშინელი ცილი დაგწამონ, საშინლად, ასე ვთქვათ, ტყუილი გაავრცელონ შენზე, აი რასაც აკეთებს ახლა სამთავრობო მედია და სამთავრობო პროპაგანდა და ეს არის იმდენად მასშტაბური, იმიტომ რომ ასევე მარია ამბობს, რომ ყველაზე უფრო სწრაფად ფაქტ
ფაქტებზე უფრო სწრაფად ვრცელდება ტყუილი, სიძულვილის ენა და სიძულვილით გაჟღენთილი გზავნილი. ფაქტები ვრცელდება ნელა, იმიტომ რომ ფაქტების გადამოწმების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ხოლო ჟურნალისტები, რომელსაც იგი თავისუფლების და დემოკრატიის კარიბჭის დამცველებს უწოდებს, აი ძალიან საგულისხმოა ეს თავისუფლების და დემოკრატიის კარიბჭის დამცველები, ამ ჟურნალისტებს ამბობს, რომ ჟურნალისტები რომლებიც ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ფაქტები გადაამოწმონ და თქვენ ფაქტები მოგეწოდონ, ეს ჟურნალისტები ყველა ექცევა დარტყმის ქვეშ, ისევე როგორც მაგალითად საქართველოში. მარიას დუტერტეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა სხვათა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სქემა, როგორ შეიძლება ერთობლივად არა მხოლოდ თქვათ ცალკეულმა ჯგუფებმა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ, პარტიებმა, ჟურნალისტებმა, კვლევითმა ორგანიზაციებმა, მათ შორის აქტივისტებმა, როგორ შეიძლება დაიცვან არჩევნებზე და არა მხოლოდ არჩევნებზე ფაქტების ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ აწმყოში მარია ამბობს ამას, რომ ჩვენი წარსული აუცილებლად დაგვავიწყდება და აუცილებლად გადაწერს რეჟიმი ჩვენ წარსულს, ჩვენ თუ აწმყო არ გავითავისეთ. რასაც აკეთებს ახლა თქვათ ივანიშვილის რეჟიმი, რომ მას წარსულის გადაწერა უნდა. რასაც აკეთებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ, საქართველოს წინააღმდეგობა ოკუპაციის მიმართ, ჩვენი გმირების წინააღმდეგობა და მე დღესაც მინდა თქვა, რომ ამაღამ ჩამოასვენებენ ერთ-ერთ ჩვენ მებრძოლს უკრაინიდან, კახა თილიძეს, გამორჩეულ მე მას ვიცნობდი წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, მაგრამ აი ამასაც ხო როგორ აგდებულად პასუხობდა რეჟიმი მათ ბრძოლას, მათ თავგანწირვას, იმიტომ რომ გადაწერა უნდათ ისტორიის. აი სწორედ ამას აკეთებდა დეზინფორმაციით და სხვათა შორის ეს წიგნიც არის იმის მაჩვენებელი, მე გამიგრძელდა ძალიან, მაგრამ ეს წიგნიც არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ ცდილობს რამოდენიმე ჟურნალისტი სულ ამ ფაქტების გადამოწმებას და ამ სიყალბის თავიდან აცილებას. სხვათა შორის ეს წიგნი არის ასევე ქრონიკა თუ როგორ იზრდება Facebook-ი, მათ შორის ყალბი და დეზინფორმაციით. ერთ-ერთი ესეთი შეხვედრას აღწერს მარია რესა, რომელიც მას ჰქონდა ცუკერბერგთან და როგორი მაგალითია იცით 2016 წელს ტრამპის არჩევის შემდეგ, როდესაც გამოიკულიეს შემდეგ რაპლერში და გამოიკულიეს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში, აღმოჩნდა, რომ ტრამპის Facebook გვერდზე მისი ლაიქების და მოწონებების დიდი წილი მოდიოდა ფილიპინებიდან. ანუ დაქირავებული ადამიანები, ვინც როგორც ხდება ჩვენთან, ხო, იცით, ხო, რაღაცა ზოგი თქვათ დაქირავებული ტროლბოტები, რაღაც შეესევიან უცებ, თქვათ, რა ვიცი, რადიო თავისუფლების გვერდს სხვადასხვა, აი თქვენ გვერდზეც იყო ამ ანონსზე ძალიან ბევრი ტროლბოტი და ეს ჩადის მარია და ცუკერბერგს ეუბნება, რომ იცით, რომ 97% ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არის Facebook-ზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია როგორმე გაიფილტროს და ფაქტები იყოს და ეს ძალიან დიდი სინანულით აღწერს. მე რომ ცუკერბერგმა მითხრაო, რომ კი არ, ანუ სხვა არაფერზე ყურადღება არ გაუმახვილებია გარდა იმისა, რომ კი მაგრამ დანარჩენი 3% სად არისო. ანუ მთავარი პრობლემა რაც არის რომ თანამედროვე ჟურნალისტების რისკი, თანამედროვე ჟურნალისტიკა, რომელიც პოლიტიკური აქტივიზმი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია წინააღმდეგობის ბრძოლაში, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან რისკის ქვეშ, მაგრამ თავარი მას ერთი შეკითხვა, რომელიც არის თავარი შეკითხვა დღეს ჩვენთვის და დღევანდელობისთვის. მას როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? როგორი უნდა იყოს ის სქემა, რომელიც დაამარცხებს დიქტატორს და მე ახლა ნამდვილად მერე გრძელია ერთ-ერთი წერილი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ მარიას წერს ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი, ასევე ფილიპინელი, რომელიც მისი მეგობარი, რომელიც გარდაიცვალა სიმსივნით და მარიას წერს და აღწერს რეჟიმს და ამბობს, რომ რეჟიმი და სიმსივნით გარდაიცვალა კიბო ქონდა და ამბობს, რომ რეჟიმი გავს სიმსივნეს. იგი ისე ედება ყველაფერს, ყველა ინსტიტუტს, ისე გალევს ყველაფერს, რაზეც
რაზეც მოქალაქეობრიობა დგას. რეჟიმი კლავს თავარს მოქალაქეობრიობას. რეჟიმის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ სამართალი და როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია იპოვოს სამართალი, ეს მოქალაქე აღარ არის მოქალაქე. ჩვენ რა განგვასხვავებს, ანუ ჩვეულებრივი თქვათ ცხოველისგან, ჩვენ განგვასხვავებს ის, რომ ჩვენი საკუთარი უფლებები უნდა დავიცვათ, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა და ვალი უნდა მოვიხადოთ და ჩვენ თუ ეს არ გვაქვს, რა თქმა უნდა, შემდეგ იწყება სრულიად სხვა მოქალაქის მკვლელობა და შემდეგ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, დიახ, მას როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და აქ მე მინდა წავიკითხო არა მარიას სიტყვები, არამედ ეს მისი წიგნზე გამოვიდა ძალიან კარგი review, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ესე იგი ანალიზი, განხილვა Guardian-ში და Guardian-ი წერს ესე. მას როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? ერთი რამ უეჭველია. მარტონი ამას ვერ შევძლებთ. რესას და ყველა ჟურნალისტს ჩვენთა თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა სჭირდება და სჭირდება დაუყოვნებლივ. დიქტატურის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ერთობლიობით, ფაქტებით, ჟურნალისტების ძალიან სერიოზული დაცვით, ფაქტების სწორი აღქმით, ასევე პროტესტით და იგი აღწერს ძალიან კარგად პროტესტი ჰორიზონტალური რამდენად მნიშვნელოვანია და ზუსტად მე მგონია რომ აი ამ პროტესტს აღწერს დღევანდელობის და ყველაზე მნიშვნელოვანი თავდადებით და მორალური სიცხადით. მარია ამბობს რომ მორალური სიცხადე თავგანწირვა არის ის, რაც თვითონ ჩვენთაგან შინაგანად ჩადებული აქვს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ როდის დავიწყოთ ეს, რა რისკი ავიღოთ, როგორ ავიღოთ ეს რისკი და რაზე ვართ წამსვლელი თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის. ესე მთავრდება ეს წიგნი. და ბოლოს მინდა ვთქვა ასევე, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სასაუბრო, აქ სქემებია მთელი, როგორ უნდა გაშიფრო ყალბი აკაუნტები რაპლერის დაარსების შემდეგ, მარიაზე და რაპლერზე თვითონ ავიზრა 34 სისხლის სამართლის საქმე და სხვათა შორის თბილისში რო ჩამოვიდა, მაშინ მკითხე რომ ეხა როგორ დაიხურა ყველა საქმე, იმიტომ რომ დუტერტე დამარცხდა, თუმცა დუტერტეს შემდეგ მაინც მეწილად მარკოსის მემკვიდრე შვილი ბონგი მოვიდა არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ მეწილად დუტერტეს რეჟიმი გაცილებით უფრო სასტიკი იყო და გაცილებით უფრო ასე ვთქვათ რთული იყო მისი დამარცხება და მარიამ თქვა რომ არა, ყველა არ დახულა. ჩემ წინააღმდეგ დღესაც ორი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, აი როდესაც თბილისში იყო. ამიტომ ყველანი ერთად ფაქტების გადამოწყობით, ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანის დაცვით, თანადგომით, ერთად ყოფნით და რაც მთავარია, ჰორიზონტალური აქტივობით, ისე რომ მართლაც ამ პროტესტის დროს ამოზრდილი საზოგადოებით, რომლითაც მე უამრავი ადამიანი გავიცანი ამ პროტესტის მიმდინარეობისას, ჩემთვის ნამდვილად სამაგალითო ადამიანები, ეს უნდა დავიცვათ, გავაგრძელოთ და აუცილებლად დიქტატურა დამარცხდება. და კიდევ ერთი, რა არის პროტესტის მთავარი სახე? მე აუცილებლად ამას ხაზი უნდა გაუსვა. ქალი, გზია ამაღლობელი, რომელიც არც მუშტით, არც ხმლით, არც არ ვიცი, არც ჯოხით, არაფრით არ დგას გისოსებს მიღმა. ქალი, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელიც დგას წიგნით, გისოსებს მიღმა. ქალის წიგნით, რომელიც ასევე ქალის თარგმანია, რომელიც ასევე ძალიან აქტიური ქალის გამოცემულია და ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი ადამიანი იყო ჩართული და სწორედ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა წიგნით, ჩვენი ძალა, მისი ძალა სწორედ ეს არის და არა იმ ნიღბიან ადამიანებში, რომელიც მხოლოდ მთავარ საყრდენად გაიხდის ზუსტად წარმოუდგენელ ნიღბიან უსახურ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად დამარცხდებიან. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა თქვენ რომ უკვე 2 თვეა აქ გახართ, არიღლებით. მადლობა გვანცა ჯობავას სერიისთვის დიქტატურიდან დემოკრატიამდე, რომლის ფარგლებშიც გამოიცა ეს წიგნი. მადლობა ხატიას რომ თარგმნა და როცა გამოიცა ეს წიგნი, რამდენჯერმე ვიკითხე ეს ის ხატია, თქო, რაღაცა მიკვირდა მოიცალა ამისთვის და მადლობა რომ მოიცალა. ამ კვირის დასაწყისში ეს წიგნი ერთ-ერთ აქციაზე ახალ თეატრთან
როგორც პლაკატი ისე მეჭირა, ისე რომ მისი შინაარსი არ ვიცოდი. ელისო ჯარიაშვილმა წამოიღო აქციაზე და მითხრა რომ მოდი ფოტო გადაიღო, იმიტომ რომ სიმბოლოდ იქცა ეს წიგნი, მას შემდეგ რაც მე მაგალითად ბიბლში ვიყიდე და ალბათ სხვა მაღაზიებშიც არის. სხვათა შორის, ხო, ციხეში შეგზავნას რაც შეეხება დღეს ზვიად რობაქიძეს, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი, ამ წიგნის შეტანა უნდათ მასთან, მის მეგობრებს და უარი უთხრეს. ნაბიჭრები არის. არის. დაველოდოთ, რომ გითხრას ვის დასა წიგნი. წინს რო არ ატანენ. ზვიადის დედას გადავეცი, ნირო შეუგზავნოს. ეს არის წიგნი, რომელზეც მუშაობ და სხვა შორის მარიას ხელმოწერაზე და მარია ტყვები არის ესეთი hold the line დაის ხაზი და ეს აწერია და ჩემი ეგზემპლარი თქვენ. სხვათა შორის მადლობა თქვენ რომ აქეთ. ეხლა ხან ნახე რადიო თავისუფლებაზე რომ ზვიად რობაქიძისთვის ამ წიგნის შეგზავნა დღეს უნდათ მეგობრებს და ამის უფლება არ მისცა ბადრაგმა. ცადოთ კიდევ ერთხელ რა ვიცი, საჯაროდაც მოუწოდოთ რომ წიგნის შეგზავნა საპატიმროში შეიძლება, ეს კანონით დაშვებულია და ხო, აი დღეს ასეთი ინფორმაცია გავრცელდა და მოკლედ იმედი მაქვს რომ ზვიადი წაიკითხავს ამ წიგნს. მოკლედ კვირის დასაწყისში მე ეს წიგნი როგორც აი პლაკატი ისე მეჭირა და ახლა როცა ამ დისკუსიაში ჩართვა შემოთავაზეს, ხო არ მოვიტყუები, ახლა წავიკითხე და როგორც ჟურნალისტმა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა იმ პარალელების შესახებ, რაც დავინახე. რომ მართლა ჩემი თხოვნაა რომ ნახოთ ეს წიგნი, აი იმდენ პარალელს, იმდენ საინტერესო მოვლენას აღმოაჩენთ, იმდენ კითხვაზე მიიღებთ პასუხს, რომ თქვენ თვითონვე გაოცდებით. ამ წიგნის ავტორი აქაც წერს და ინტერვიუებსაც მოусმინე და ხშირად იმეორებს, რომ ვეთანხმები ნიცშეს, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და მე აი ცხოვრებაში ახლა პირველად ჩემზე თავდასხმის შემდეგ მივხვდი ამ ფრაზის სიძლიერეს და მართლა ხატიამ როგორც წარადგინა ამ წიგნის ავტორის ერთ-ერთი ფრაზა, ხო, ზოგჯერ არ ირჩევ რომ გაბედული იყო, ზოგჯერ აი გარემოებები გაიძულებს ამას და აი თქვენ რომ აქ ხართ, აქ გახართ, არიღლებით და სიმართლის მხარეს ხართ, ეს არის დიქტატორისთვის ყველაზე მთავარი სასჯელი. დიქტატორისთვის, რომელიც ტყუილისთვის, სიცრუისთვის აჯილდოებს პროპაგანდის მსახურებს. მე მინდა ერთი მონაკვეთი წავიკითხო ამ წიგნიდან, რომელიც ეხება ზოგადად Facebook-ის ალგორითმს, ხო, აი Facebook-ს ხშირად აკრიტიკებს ავტორი, არა მხოლოდ წიგნში, ზოგადად ინტერვიუების დროსაც მის უარყოფით თვისებებს ალგორითმს, რომლის მიხედვითაც, როგორც ის ამბობს, აი 6-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ტყუილი და დეზინფორმაცია ვიდრე სიმართლე. სიძულვილითა და სიბრაზით გაჟღენთილი ტყუილი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ფაქტი. ფაქტების გარეშე ვერ გვექნება სიმართლე. ფაქტების გარეშე არ იქნება ნდობა. ფაქტების, სიმართლისა და ნდობის გარეშე არ არსებობს რეალური დემოკრატია და ადამიანის ყველა სწრაფვა მისკენ მკვდარია. მე მინდა დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით რაღაც პარალელები გავალო. ცოტა დაგღალეთ ჩემზე საუბრით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ძალიან კარგად წარმოაჩენს ჩემი შემთხვევა სად ვართ და როგორ იმართება ეს ოლიგარქიული სისტემა. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ჟურნალისტებს და ამაზე წერს ავტორი ამ წიგნში. აი რაღაც სალანძღავს სიტყვა იქცა ჩვენი დისკრედიტაციისთვის იყენებენ, რომ არაობიექტური ხარ. და ამ წიგნში კარგად არის აღწერილი ზოგადად აი რას ნიშნავს ეს ცნება, რომ თუ ვინმე გეტყვის რომ აი ობიექტური ჟურნალისტი ვარ, იცოდეთ რომ ის გატყუებთ. არ არსებობს ეს ცნება. ჩვენ ყველანი ვართ სუბიექტურები, მაგრამ თანხმდებით რაღაც საერთო ეთიკურ პრინციპებზე, ნორმებზე, რომ არ ვმალავთ ფაქტებს. აი ჩემ შემთხვევასთან რატომ მივდივარ ისევ
ორი თვე გავიდა და ტელეკომპანია იმედს ამ დრომდე ჩემზე თავდასხმის ვიდეო არ უჩვენებია ეთერში. ობიექტურობა საერთოდ ზედმეტია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ანუ რა არის ბიძინა ივალიშვილის ოცნება, რომ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს თქვენ რა უნდა ნახოთ ტელევიზიით, ხო? ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს როგორ გამოგონილ რეალობაში გაცხოვროთ. და დღეს აი დეზინფორმაციისთვის რომ უხდის პრემიებს და ჯილდოებს ჟურნალისტებს, რომლებიც ამ შემთხვევაში იმედს გულისხმობ, ემსახურებიან ამ რუსულ რეჟიმს, მათ მინდა მიუმართო. იქნებ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ სადოთ დაუფიქრდეთ თქვენს აქციელს და რაღაცნაირად არ ვიცი რთულია ხშირად ამას რაღაცნაირად ამართლებენ იმით, რომ აი ხელფასი სჭირდებათ, კრედიტები აქვთ, სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაგრამ დაფიქრდით აი რა ხდება ახლა ქვეყანაში და შედეგები უბრალოდ გაიაზრეთ რამხელა მასშტაბზეა საუბარი. კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი მინდა წაგიკითხოთ. მე აი არ არსებობს ობიექტური ჟურნალისტი. ვინც ამაზე საუბრობს გატყუებთ. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როცა ადამიანები სიტყვა ობიექტურობას ახსენებენ, მას ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის იყენებენ და მიკერძოებულობას ან არაგულწრფელობას აბრალებენ. ამიტომ ვარ ამის წინააღმდეგი, სიტყვა ობიექტურობას ყოველთვის კარგით ვანაცვლებ, როცა ჟურნალისტზე ვსაუბრობ. კარგი ჟურნალისტი არ უნდა ეძებდეს ბალანსს. მაგალითად, როცა ლიდერი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის ან საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს, ეს ყალბთანასწორობას ქმნის. როდესაც ჟურნალისტი უპირისპირდება ძლიერებს, უფრო ადვილი და უსაფრთხოა ეგრეთ წოდებული ბალანსით დაწეროს რეპორტაჟი. თუმცა ამის გაკეთება უფრო შიშით არის გამოწვეული. კარგი ჟურნალისტი არ დაუთმობს თანაბარ დროს კლიმატის ცვლილებების უარყოფილებსა და კლიმატის ან უტყუარი ფაქტების მხარეს. ჩემთვის ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გავიაზროთ ზუსტად აი რას ნიშნავს კარგი ჟურნალისტიკა და მე რასაც ვაკვირდები ახლა ჩვენი მთავარი სიძლიერე არის ის, რომ ერთმანეთში მოვიპოვეთ ნდობა. ჟურნალისტები გენდეთ თქვენ, აქ მყოფ ადამიანებს და რაღაცნაირად გძნობ, რომ ახლა არის ის მომენტუმი, როცა თქვენი ნდობაც დავიბრუნეთ, მე ასე ვიტყოდი და ამ ნდობამ უნდა გაგვამარჯვებინოს. მარია რესა ამ წიგნში წერს, რომ წარმატებას და მარცხი ერთი მედლის ორი მხარეა და მარცხის გარეშე ვერ გაიმარჯვებ, ხო, ჯერ უნდა დამარცხდე, რომ მოიპოვო გამარჯვება. მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ, რომ არ დაიღალოთ, არ დანებდეთ. ხო, აი ზვიადის დედა გვამხრევებს. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, მე ვარ ენერგიაზე, საკუთარი თავისაც კი მიკვირს იმ დღეს რაც ვქენით. ვიდეოებს რომ ვუყურებ, ცოტა მომერიდა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ დედის გამწარებული დედიდან ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი ემოციები რომ ნახე, მაგრამ გეფიცები ხან თავი მკიოდა, ხან წელი მკიოდა, ხან წნევა მქონდა. ერთი ტაბლეტი აღარ დამილევია, ისეთ ენერგიაზე ვარ. არც ვიღლები, არაფერი. თავარია ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის და ქვეყანა გადავარჩინოთ. მადლობა ყველას მხარში დგომისთვის. აი ისეთი დადებითი მუხტი მოდის ხალხიდან. აი მესიჯები, სიყვარულის სითბოს არ ვიცი. ერთი რაღაცა იქნეს კარგი. ყველას ერთმანეთი შეგვყვარა, გაგვაერთიანეს, გაგვაძლიერეს. შედეგი ერთი მათ მხრივ ცუდია, მაგრამ ჩვენ მხრივ ნამდვილად კარგია, რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარს შორიდანაც. მადლობა ამისთვის.
რა კონკრეტ მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ რომ არიღლებით რა ვიცი მე მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი და აი ამასწინათ გაფიცვა იყო კრიტიკული მედია არ მაუწყებლობდა კრიტიკული მედია და მხოლოდ პროპაგანდისტული არხები იყო ჩართული და ალბათ დაინახეთ რა რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება თუ მართლა გაქრება ეს თავისუფალი სივრცე აქ ვინც ხართ რა ვიცი აი დაფიქრდით აბა ბოლოს როდის მოვიდა თქვენთან იმედის რუსთავიორის ჟურნალისტი და როდის კითხავთ აბა რა სოციალური პრობლემები გაწუხებთ რა გტყივათ რა გაღელვებთ აი როდის დაგისვეს ეს კითხვა და შეხედეთ მათ ეთერებს საერთოდ არ ჩანვართ ადამიანები მათ ეთერებში მამუკა მდინარაძე გია ვოლსკი პოლიტიკოსების გარდა ვერავის ვერ ნახავთ ეთერში რა თქმა უნდა თქვენ არ მოგისმენთ გოსტები დავისვით კითხვებზე პასუხი გაგცეთ იქნება კარგი რამე უნდა თქვა და როგორ მიშორობდა ახალგაზრდა ლამაზი გოგო და მე დააძევეს მოხალხეებმა თქვენ არავინ არ მოგცემს ინტერვიუსო და ჩემი ისეც აღარ მიიღო და წავიდე ინტერვიუს გარეშე შემეცოდა მოკლედ რა ვიცი მე მინდოდა გამეზიარებინა ჩემი ჟურნალისტის ხედვა ბევრი სხვა საინტერესო პარალელია მადლობა რომ წავაკითხეთ ეს წიგნი და გადავიკითხავ კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ბევრი რაღაცა აი გავაფერადე საინტერესო დეტალები და ბევრი პარალელი ამოვიცანი მინდა უბრალოდ მართლა შიშს გავუსწოროთ თვალები არ გავექცეთ როგორც მარია წერს ამ წიგნში და ამას ვაკეთებთ ჩვენ აქ ორი თვეა რასაც ცდილობს ხელისუფლება ეს არის დაშინება ხო თუნდაც ის რომ ამ დატყვევებულ ადამიანებს სახეში ურტყამენ სპეციალურად რომ გამოჩნდეს ეს და სხვებმა ნახონ და შეეშინდეს მოსახლეობას თუნდაც ის რომ გამოძიების უფლებით ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ აი სტატისტიკა აჩვენებს რომ არც ერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული არავინ არის დასჯილი და ეს ასე იქნება სამწუხაროდ ვიდრე ამ რეჟიმს შეინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი ეს ყველაფერი არის მიმართულებისკენ რომ ჩვენ შეგვეშინდეს და ვთქვათ რომ აი ამ ქვეყანაში არ გვაქვს უფლებები უფლებოები ვართ მაგრამ არ გვეშინი თავარი ეს არის რაღაცის თქმა მინდოდა და ვერ ვიხსენებ რაღაც მოვიჭარ აუშავს ხო მადლობა თქვენ მართლა გულწრფელად მინდა რომ კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა სხვა შორის ეს დავამატებ უშუალოდ ატო თუ მაქვს დრო რომ დავამატო და თქვენც ყველას მე მგონი რა ვიცი გაგვიზიარეთ ყველაფერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი მიუხედავად იმისა რომ აირები არიან დეზინფორმაციას ავრცელებენ კატასტროფა მართლა იმდენად საზღარწყულ ავრცელებენ შეიძლება მართლა იფიქრო რომ აი რანაირად შეიძლება ეხა ეს რომ ადამიანს პირიდან ამოწდეს ნუ ეს ხანდახან ესე მოგდის მაგრამ ნუ მორალის გარეშე ყოველგვარი ემპათიისგან დაცლილი ადამიანები ჩვენ ნახეთ ანუ წამების რგოლი რომელიც იწყებოდა აი აქ რუსთაველზე დაკავებით და შედებოდა პოლიციის და შემდეგ უკვე იმაში სასამართლოში აი ემპათიისგან, მორალისგან, ღირსებისგან დაცლილი მოსამართლეები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს და ეხლა ყველა ესე გადმობარგდა ხო ამ იმაში რა ქვია რაღაც ბუდე მოიწეს, მაგრამ რეჟიმს ერთი თვისებაა რა. მე მახსოვს მოლდოვაში როდესაც ჩავედი პლახატნიუკის რეჟიმი იყო, მაშინ მოლდოვის კიშინოვის არჩევნები იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და კიშინოვი მოიგო ოპოზიცია. ნასტასი იყო მაშინ რომელმაც მოიგო ოპოზიცია და ოპოზიცია მოიგო სამხელა ქალაქი და წარმოიდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლომ პლახატნიუკის გადაწყვეტილებით გააუქმა არჩევნების შედგენა. გააუქმა მთლიანად და თქვა რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულა, იმიტომ რომ ოპოზიცია მოიგო. ამის შემდეგ დაახლოებით 2 წელში
ეს რეჟიმი ჩამოეპყრო, ისევე როგორც უკრაინაში ჩამოეპყრო იანუკოვიჩის რეჟიმი. ამიტომ ყველა რეჟიმს საერთო ბოლო აქვს ერთი. ეს არის დამხობა, ეს არის დასუსტება და მაშინ, როდესაც მათ არ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლა, არ ვიცი, პოლიციის ნიღბოსნების გარეშე ყველა საქართველოს პატრიოტები უქმნიან ძალიან დისკომფორტს, ეს არის უკვე მათი სისუსტე. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არ არის სპრინტი, შეიძლება მარათონია, მაგრამ ჩვენ გაგვართია დღეს ძალიან დიდმა მნიშვნელოვანმა ამბავმა. ჩვენ არავინ არ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და რა თქმა უნდა არავინ არ მივატოვებთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე დიდი თავისუფლება გაიღეს ამის. მადლობა დედას, არ ვიცი რა მუშაობს მე მგონი, მაგრამ მადლობა დედას. ყველა ხელისუფლება, რომელიც დაცლილია ემპათიისგან, მშობლის, პატიმრის მშობლის მიმართ და არ აინტერესებს პატიმრის მშობელი და მას ცინიკურად უყურებს, ამ ხელისუფლებას ძალიან ძიმე. ამიტომ კიდევ ერთხელ შემართება ჩვენგანს იქნება ძალიან კარგად. დიდი მადლობა მომხსენებლებს. თუ ვინმე სურვილი გაქვთ კითხვა დასვათ მოსაზრება გამოთქვათ, მანიშნეთ და მოგაწოდებთ მიკროფონს. კეთილი, თუ არაფრის დამატება სურს მომხსენებლებს, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ხმარისთვის. გამარჯობა. აი ხო ის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. ერთი კითხვა შეგახებით, რა დასჭირდა ვიდეოში რეჟიმის აუ რამდენიმე წელი და იგი მოდის ცოტა მიკროფონებმა ელემენტები შეიძლება და არ ვიცი იმუშავებს თუ არა, მაგრამ ხო, ეხლა მაგალითად უკრაინაში ხო იანუკოვიჩის ანუ მთელი ეს პერიოდი დაახლოებით მე მაშინ იქ ვიყავი, თქვათ დეკემბრიდან თებერვლამდე იანუკოვიჩი ჩამოიქცა. პლახატნიუკს ცოტა დრო დაჭირდა, უბრალოდ ძალიან დაემთხვა რაღაც განმეორებები, იმიტომ რომ მე სულ ვაყრობ, რომ არალეგიტიმური ბიძინა ივანიშვილი არავის არ სჭირდება, არც რუსეთს არ სჭირდება, ისევე როგორც პლახატნიუკიც აღარ დასჭირდა რუსეთს. დუტერტეს მიუხედავად რამოდენიმე წელი პრეზიდენტი, მაგრამ ძალიან მალე მას იგი დამარცხდა მერე არჩევნებში, რომელიც ჩატარდა. მართალია მერე ვთქვათ ეს არჩევნები იდეალური არ ხონდა, ვთქვათ მარკოსი ჯუნიორი მოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ესეთი პრობლემები, როგორიც იყო ფილიპინებზე, ესეთი აღარ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მაშინ გამოიხატება, როდესაც თავარი საყრდენი შენ მხოლოდ პოლიციის ძალით შეგიძლია გადაადგილება. მადლობა კიდევ. ანუ თავიდან ახსენეთ, რომ საჭირო არის აი ამ პროპაგანდასთან ბრძოლა, ფაქტების გადამოწმება და გავრცელება. ეხლა რომ ვუყურებთ ჩვენს მდგომარეობას, ანუ ჩვენს ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად ვახერხებთ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და აი ამ სოციალურ მედიაში ფიქრობთ, რომ შედეგიანი არის ეს ჩვენი აქტივობები და თქვათ რა შეცვლით, რა რეკომენდაციებს მოგცემთ? ზოგადად ხო აი მარიარეს Facebook-ის ალგორითმზე წერს, რომ ისე აწყობილი, რომ რატომღაც 6 ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ტყუილი ვიდრე სიმართლე და ხო ამას აქვს თავისი ახსნა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ივენთი იყო Facebook-ით და იგეგმა. ჩვენზეც არის დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ რესურსებს, რაც შეეხება დეზინფორმაციის წყაროებს. ხელისუფლება, რასაც აკეთებს ახლა Facebook-ზე, სოციალურ სხვადასხვა პლატფორმაზე, ხო, ყავს თავისი ჯგუფები, რომლებსაც ხვდის ხელფას კონვერტების, ასე ვთქვათ, სისტემით და აკეთებინებს ამ ადამიანებს ყველა სიბინძურეს. ჩემ შემთხვევაშიც გამოვცადე ამ აგრესიის შემდეგ თათიად მუდმივი მსხვერპლია სამიზნეა ამის,
ხო რაღაცა message box-ი აქვს და აკოპირებენ ტექსტებს და გიგზავნიან. ხო, ჩვენ ეფექტურები ვართ თუ არა? ძალიან რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე მაგალითად ტრადიციულ მედიას უფრო დავაკისრებდი როლს, რომ უფრო იაქტიუროს და ტელეეთერებში ილაპარაკოს დეზინფორმაციის განეიტრალებაზე. ამას მე მგონი არ ვაკეთებთ ჩვენ, არ ვიცი. ხო, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ. მე ესე შევხედავდი და ჩემი მარია რასაც ამბობს, ანუ ჩემი 12 წლიანი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში პირველად ვარ ძალიან ყოველგვარი ყალბი იმედის გარეშე, გუწრფელად. იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არ გაჩერდება. ამ ხალხს ვერავინ ვერ შეიყვანს სახლში, ჩვენ სახლებში არ შევად. ერთი, რასაც ამბობს მარია, ყველაფერი უნდა გავაშიაროთ, ყველაფერი უნდა გავაზიაროთ, ყველაფერზე უნდა დავწეროთ, ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს უნდა Facebook-ში გავავრცელოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეხლა მაგალითად ხო ხდება ხოლმე Facebook-ში ტროლებით რაღაც ქარხნის ამოცნობა, იქ ყველა აკეთებს ამას, ხო? ანუ ვინ არიან ეს ადამიანები, ზოგი საჯარო მოხელია. ყველა მნიშვნელოვან გზავნილს, ყველა მნიშვნელოვან ფაქტის გავრცელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მაგალითად მივხედავთ იმას, რომ ჩემი Facebook ალგორითმი ხართ თქვენ, ხო? ანუ მე არ მყავს თქვა მეგობრებში ის ადამიანები, ვინც შეიძლება დეზინფორმაციას ემსახურებოდეთ, მივხედავთ ამისა, ეხლა პირველად მაქვს ეს განცდა, რომ საინფორმაციო ბრძოლაში ჩვენ მეტწილად უთანარდებით. მათი გზავნილი იყო ძალიან მონოლითური. ეხლა ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ აი ომი გინდა თუ არა, მე გზავნილმა იმუშავა თუ არა რეგიონში და ხა მე სამი არჩევნები მაქვს გამოვლილი, ეხლაც ვიყავი დასავლეთ საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ იმუშავა კი არა, ეს არის გასამართლებელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა თქვას, რომ ხოცი მარტივად ძალიან. ანუ ხო და ეს ვიღაცა არ მოbrunდეს, ვიღაცა არ დაბრუნდეს, დაგვესხვება. არა, აი ხა ცუდ სიტყვას ვეთქვი. შეიძლება უტყდებათ, რომ ეხლა არის ქოცი და ამიტომ ყველანაირ გასამართლებელს იღეთ. თორე კი პროპაგანდა როგორ არ მუშაობს? სულ მუშაობს პროპაგანდა. აი დუტერტეც როდესაც ადამიანებს ქუჩაში კლავდა, მარია მაგას წერს, ქუჩაში ხოცავდა ადამიანებს, ესე თან ქალაქის ჟურნალისტი რო ქონდა ესეთი იდეა, რომელიც განახორციელა, ამან იმუშავა და კი და ანუ მე ფაქტების გადამოწმება დაიწყო, გავრცელება დაიწყო და ყველა ის ადამიანები, ვინც აფრთხილებდა მის ქუჩაში მკვლელობებს, ყველა ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ იყო ლაშქარი Facebook-ში იმ ადამიანების, ვინც იყო სიმართლის მხარეს. ამიტომ ეხლა მე ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც ისინი, ვინც იმართლებენ თავს, რომ იქით დგანან, ცოტავდებიან. ეს არის ჩემი ძალიან შინაგანი შეგრძნება, არა როგორც პოლიტიკოსის, არ როგორც ადამიანის, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანებს ესაუბრება. მარიამ ესაც ჰქონდა ასეთი საინტერესო პროექტი, მოქალაქე ჟურნალისტი, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, რომ თქვენ ჯიბეებში გიდეთ ტელევიზორები, ანუ ვისაც smartphone-ი გაქვთ, გაქვთ ტელევიზორები, ჩათვალეთ რომ ხართ, ყველა თქვენგანი ახლა არის ჟურნალისტი. და როგორც კი რაღაც დეზინფორმაცია ვრცელდება, თქვენვე შეგიძლიათ ამის განეიტრალება, არ დაელოდოთ სატელევიზიო, არ ვიცი, სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტებს, თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესში ჩაერთოთ როგორც ჟურნალისტები, იმიტომ რომ მართლა ტელევიზია ეს პატარა გაჯეტი, ხო? ხო? დააშიარე, გააზიარე, გადაიღე რაღაცა დარღვევა, რასაც ამჩნევ მოუყევი სხვებს. რაც შეეხება დიქტატორებს, მეც მინდა ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ, არც ერთ დიქტატორს არ სჯერა რომ დასრულდება, იმიტომ რომ მათ ყოველთვის გონიათ რომ ეს ძალაუფლება მუდმივია, ფული აქვთ, პოლიცია მათია, საგამოძიებო უწყებები მათია. აი მე მახსენდება იანუკოვიჩის შემთხვევა, უკრაინაში თითქმის 3 თვე ცხოვრობდი მაიდნის მოვლენებს როცა ვაშუქებდი და მაშინაც არ სჯეროდა იანუკოვიჩს, ხო? და მე ბოლო ჩემი კულმინაციური ბოლო გადაღება იყო, როცა მეჟიგორიაში იანუკოვიჩის დიდრული აგარაკის კარი გაიღო და იქ რიგითი მოქალაქეები, ვინც ქუჩაში იდგნენ ამდენი ხნის განმავლობაში, შევიდნენ და ნახეს აი მართლა ოქროს უნიტაზები და ყველაფერი მოოქროვილი და რა ქონება დააგროვა ხალხის ხარჯზე იანუკოვიჩმა. ეს იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ ხო რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და ოქროს უნიტაზის ასე ვთქვათ ცნება აი ზუსტად ჩვენს რეალობასაც შეეფერება და აუცილებლად დავამსხვრევთ ამას. კი, კადრზე მე ხო, მაგრამ კადრმა როგორ დაასრულა ნახე.
კი ბატონო, იგივე მინდოდა მე თქვა, რომ წეგან რაც თქვით რა, ასე შეერათ დიქტატორებს, რომ არასდროს დასრულდებიან და ვერასდროს ვერავინ დაასრულებს, მაგრამ მე პირველი აი რაც თქვი კადაფი გამახსენდა და მახსენდება ხოლმე, არ ვიცი, ჩვენებთან შედარებით 100-ჯერ და 200-ჯერ მეტი ქონება და ძალა ქონდათ ალბათ, მაგრამ ზოგი ასე, ზოგი ისე აუცილებლად სრულდება და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდებიან ესენიც. ეხლა თქვენ მოდულას წაკვირდებოდით უკრაინასაც და აქაც რა პარალელს ავლებთ? ანუ უკრაინასაც აკვირდებოდით, მოლდოვასაც და ანუ მე მგონი ყველაზე ახლოს მაგათთან ვართ ახლა, ვიდრე თქვათ ფილიპინებთან, არ ვიცი, ანუ ბრძოლის კუთხით, აი რა პარალელს ავლებთ და რისი, აი რა შეიძლება რომ თქვათ გამოუმჯობესოთ, აი რა იყო იმათი წარმატების მთავარი ესე ვთქვათ, ხო, გასაღები. უკრაინასთან მიუხედავად ახლა ჩემი მრავალწლიანი ისტორიისა, უკრაინასთან მე არ მინდა რომ ეს პარალელი იყოს, იმიტომ რომ უკრაინაში მსხვერპლი იყო. ანუ იქ ბერკუტმა რომელიც იყო ასევე რუსების მხრიდან აქტიურად ინფილტრირებული, რაც ჩვენთან ხდება პრინციპში, ხა ინფილტრაცია იმდენად დიდია, თქვა სამართალდამცავ ეგრეთ წოდებულ უწყებებში. მაგრამ ეს პარალელი ნამდვილად არ მინდა გავავლო, თუმცა ერთადერთი რაც არის საერთო მე რასაც ვხედავ, არის ის რომ სიჯიუტე ადამიანების არის წარმოუდგენლად მაღალ ხარისხში საქართველოში. ამხელა პროტესტი ამ ასეთი სიგრძის, ანუ ხანგრძლივობით არც ერთი მე არ მახსენდება არც ერთი პროტესტი საქართველოში არ ყოფილა და ესეთი სხვადასხვა ადამიანების საზოგადოებრივი ჰორიზონტალური, აი მარია წერს ერთ-ერთი, ეხლა აღარ მახსოვს რომელ გვერდზეა, მაგრამ წერს პროტესტს აღწერს. ანუ როგორი უნდა იყოს პროტესტი, მისი როგორ დაამარცხეს მარკოსი, როდესაც ზუსტად ჩვენნაირად არავინ არ მართავდა, არც პოლიტიკური პარტიები, არც სხვადასხვა თქვათ ორგანიზაციები, უბრალოდ ხალხი საზოგადოებრივი ეს რაღაცა აი თქვათ ინფორმაციის გაცვლა იმდენად ჰორიზონტალური იყო, რომ ადამიანებმა მაშინაც კი იქაც ფილიპინებზე ლიდერი ვერ დაიჭირეს. უკრაინაშიც ესე იყო. უკრაინაში პოლიტიკური პარტიები არც არავინ ესე არ მართავდა, აქტივიზმი იყო ძირითადად და სხვათა შორის ასევე მოლდოვაში ცოტა პოლიტიკური სიტუაცია იყო და მაშინ შეიცვალა, მაგრამ ყველა ერთად, ყველას ჩვენი საქმის კეთების, ასე ვთქვათ, რაღაც ჩვენი ადგილის დამკვიდრებით ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ. ეხლა აი ზვიადი არც აქ არის თუ არა, ხო, ზვიადს ვეუბნებოდი რომ ამ წიგნით აუცილებლად უნდა წავიდეთ სხვადასხვა ქალაქებში. ძალიან ბევრი ითხოვს, რომ ჩავიდეთ ქუთაისში, ბათუმში, ვილაპარაკოთ, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ. ანუ ვილაპარაკოთ რა შეიძლება იყოს გაუმჯობესება. იმ დღეს მაგალითად ბაბილო რესტორანი როა რო ვიდექით იქ, ხო? და მთელი საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი რო გამოიყვანეს, რომ მურუსიძე საჭმელი ეჭამა და საჭმელიც ვერ ჭამეს, ხო? ანუ ესეც ხო ჩვენი მიღწევაა, რომ ასე არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება არსად. აბუდაბიშიც კი არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ. თვითმფრინავში არ შეუძლიათ. საქართველოს პატრიოტები ყველგან არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენთაგანის აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერავინ ვერ იტყვის, ხვალ იქნება, ზეგ იქნება საბოლოო შედეგი. მე რო გითხრათ, როგორც პოლიტიკოსმა უნდა მოგატყუოთ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის ერთობლიობა, ჩვენი ენერგიის მიმართვა ზუსტად იმისკენ, რომ ეს ხალხი მოვიშოროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ამბობ, მსგავსება ბევრია, იმიტომ რომ რეჟიმი ყველგან ერთია. ერთადერთი ჩვენ მე არ ვეთანხმები იმ იდეას, რომ საქართველო ბელორუსად გადაიქცევა. მე მყავს ბელორუსი მეგობრები ძალიან ბევრი. მე ვიცნობ სხვა შორის მაშა კალესნიკოვა, რომელიც ჩემი მეგობარია, ასევე ციხეშია დღემდე მესამე წელია უკვე და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური პროტესტი და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველო ვერაზრუს ვერ შეეგუება იმას და ქართველი ხალხი, რომ აქ რაიმე ჩაცემეს და ბიძინა ივანიშვილს უნდა შეინარჩუნოს სტატუს-კვო.
ანუ ის მახინჯის სტატუს-კვო, როდესაც მას შეუძლია თავის ჭკუით თავზე დაგვასვას ყაველაშვილის ნაირი ადამიანები, მაგრამ ეს სტატუს-კვო აქვე შენარჩუნდება, იმიტომ რომ არალეგიტიმურობა, რომელიც არსებობს შიგნით და გარეთ, მისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა. 27 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ჩემთვისაც რო გეკითხათ, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ აი აქ მოვიდოდით დღემდე. შედეგი თქვენი წყალობით, თქვენი შემართებით არის ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული. ამიტომ ყველა ერთად, ყველა ჩვენ საქმეზე და სოციალურ ქსელში რაც შეეხება მაქსიმალური აქტიურობა, ფაქტების გავრცელება და მაქსიმალურად გამოაშკარავება იმ ადამიანების, რა თქმა უნდა, ვინც ამაში გასაბრძელოს იღებს და ყველაზე საზღარ დეзинფორმაციას არა აღვწევს. ადამიანები. მადლობა. აუ, ეგ უნდა მეთქვა მე. ეხა ქაოსი შეიქმნება. ერთისგან გალერეასთან გამართული ამერიკასა და ბულგარეთის დაავადება იყო მეორე დღეს. ყველას გინდა. მოდი ერთად წავიდეთ რა მეც რა. გადავაწყვეტ. ოშება გერდელასერე კაპიტალებში შვიცარზე. მოგე დიდი მადლობა და შვიდზე რესპუბლიკასთან. მოგზელებ აქციის გადაღებას. კაი ბლომა დავართ კიდე მე მგონი ერთი შეგომგვიერთდა უამრავი ვართ და მე მგონი კიდე არაერთი შემოგვიერთდა რა ქვია სვლელობა მარში სადამდე მიდის ამასაც გადავიღებ Salam. აქ კიდე ერთი მღვდელია. ყოველდღე ვერ ხედავ მას. აი კიდე რაღაცა ტარდება, თუ ისე დგას არ ვიცი, ბლომად ხალხია. აქაც რაღაცა იყო. ალბათ ლაივი იყო იმის. დაიტოვეს. ან რამე სხვა. სა ესე გადავატარე. მეთერთმეტე დღე. ჯიგარი ხარ. Ოცი 24 ჯუჯების სტუდია Rustam Fuck the system Yahoo შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ გუდავ მე ვდგავ არ ვიბძ შენ მესვრი მე ვდგავ არ ვიბძ ვდგავ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში